გამარჯობათ, მე ვარ სოპოლასთან თქოს ადმინისტრატორი და ვიდეოში თქვენი გასწავლოთ თუ როგორ უნდა დავაყენოთ თქოს ბრაუზერზე დიზაინი. ამისათვის ესე იგი გადმოვწერთ დიზაინს, რაც თავარია. აი აქ გადმოვიტან templates. აი ანუ აქ ფაილები არის ისეთი, რომელიც არის არა ასეთვირთი, არამედ ჩასაგდები, ანუ დასაყენებელი. აი ეს ფაილები, რომელიც არის ასეთვირთი, მე მოვაყოლე პროზილა, ფაილზილა და ესე იგი ამისათვის თავარ გვერდზე გადავიდეთ საიტის. აუცილებლად უნდა გქონდეს FTP დეტალის გააქტივირებული, GitHub უქოსგო, აი როგორც ხედავთ, ეს არის ჰოსტი, აი ჩვენი საიტის, ეს არის do-github, ანუ name, პირველი დავაკოპიროთ და ჩავსვათ აი აქ. აქ შემდეგი ჩავსვათ, ანუ do-github. ეს არის username და აქ ჩავსვათ paroli. Paroli იმას ნიშნავს, თუ აი აქ არის გააქტიურებული, ეს იქნება password for FTP. თუ არ გაქვთ გააქტიურებული, შეხვალთ security, change FTP password. აქ ჩაწერთ თქვენს parol's, აქაც იგივეს გაიმეორებთ და თქვენს შეკითხვაზე უპასუხებთ. მაგალითად, თქვენი დედის სახელი და მაგალითად ქალის სახელი იყოს, მაგალითად ნინო, თქვათ ესე, ან მარი, რაც გნება თქვენი დედის სახელი. ანუ თქვენ რაც გაქვთ დაყენებული თავიდან კითხვაზე პასუხზე ამ საიტის შექმნის დროს. შემდეგ ესე იგი, როდესაც ყველაფერს შევყვანთ, დავაწვეთ enters. აქ გაგვიხსნეს ფაილები ჩვენ ანატვირთს, აი აქ და ისინი წავშალოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ცეთი არ არის საჭირო. ანუ ეს არის ძველი და არაფერში არ გამოგვადგება. წავშალოთ ყველა. დაველოდოთ ახლა. დაველოდებით და მალე იქნება ალბათ. ესე იგი, ეს hexaslide.out, hexaslide. ანუ მე ამას ვტოვებ ყოველ შემთხვევაში და ავტვირთოთ, რაც გვიქნება, იმას ჩავაგდოთ. შემდეგ დაველოდებით რამოდენიმე წამი. აი ესე და 100%-ებს შუა ჩვენებს, ესე იგი საიტვირთა. ცოტა ხანში გავაგრძელოთ. აი როგორც ხედავთ, ყველაფერი აიტვირთა. ეს პროგრამა არაფერს აღარ გჭირდება, ხოლო შევამოწმოთ ფაილ მენეჯერში, რომ ყველაფერი ატვირთული, აი როგორც ხედავთ. შემდეგ ესე იგი template რაც ქონდა, page editor-ი ავიღოთ, site pages, დავაკოპიროთ. ეს ხო უნდა იყოს, რომ ძველი დიზაინი დავაყენოთ, ანუ ჩვენი საიტის ძველი დიზაინი. კარგი დიზაინი არ არის, მაგრამ ეს რადგან თხოვნა იყო, უნდა გვესწრებინა. როგორც ხედავთ, დაყენდა დიზაინი, მთავარი გვერდი, მაგრამ ჯერ არ დაყენებულა ყველაფერი, ესე იგი შევიდეთ შემდეგ რაც მოყვა. აი ეს აღგზავნა page editor-ი, შემდეგ გავაკეთოთ user list page. რაც კი მოყვება, ყველაფერს ჩასვამთ თავის ადგილზე. ესე იგი customization user list page, აი აქ არის. ესე იგი ჩავსვათ, შემდეგ save. შემდეგ ეგრეთ წოდებული მითითებული ფაილი, რომელიც იქნება user registration page, მოვძებნოთ იგივე ადგილას customization და იგივე ადგილას იქნება user registration page. ესე იგი აქ ჩავსვათ და save. ეგრეთ წოდებული ფაილი წავშალოთ, შემდეგ private message app me ჩავსვათ აი აქ. შემდეგი არის page with a list of users comments. იგივე ეგრეთ წოდებულ ფაილს მოვძებნით და ჩავსვამთ cheat. შემდეგ ეგრეთ წოდებულ ფაილებს page of adding users personal data ჩავსვამთ თავის ადგილზე, დავაბნოთ ყველაფერს. ესე იგი შემდეგ ეს წავშალოთ, არაფერში აღარ გჭირდება, გადავიდეთ site news-ზე. Appearance of entries, customization, appearance of entries, and ეს იქნება site news-ში. შემდეგ page with comments,
შემდეგ page of the entries archive ან დამატება მასალის იმის გვერდი ისეთ წავშალოთ და შემდეგ comments appearance of comments ანუ ამ site news-ის ზემოთ არის ეს მითითებული appearance of comments ისეთ წავშალოთ save გადავიდეთ form for adding comments დავსვათ აი ეს სკრიპტი ყველას ეს ყველაფერი არ მოყვება ზოგიერთს მოყვება ზოგიერთ შემთხვევაში და შემდეგ global blocks ესე იგი გავაკეთებ ნავიგაციას არ ახლავს ამიტომ არ არის ესე იგი საჭირო გავაკეთებ cdbar to და cdbar უბრალოდ ესე იგი შევიდეთ customize და ესე იგი sidebar და გავაკეთოთ კიდე sidebar to ანუ sidebar 2 შევიდეთ sidebar-ში აქაც sidebar-ში შევიდეთ დავაკოპიროთ ყველაფერი ეგრეთ წოდებული სკრიპტი sidebar 2 დავაკოპიროთ ეგრეთ წოდებული სკრიპტი save ესე იგი ჩვენ ყველაფერი მოვურჩით უკვე დაყენებას აბსოლუტურად ყველაფერი აიტვირთა ამიტომ მეტი არაფერი აღარ გჭირდება ეხლა შევამოწმოთ რა გამოგვივიდა საერთოდ დაყენდა თუ არა დიზაინი შევიდეთ ამის ახლა სწავლში ძალიან დიდი არის და უხერხული ეს ახლა რევუშნო და ავშნავ თვითონ დიზაინსაც ამიტომ ამას წავშლი არ არის საჭირო დიზაინი უკაცრავად სიახლე ამას შეგიძლიათ დასავლოთ ესე იგი აქედანაც სიახლეები თუ იქიდან არის შეიძლება თავარი გვერდი და როგორც ხედავთ გაკეთებული არის სიახლეს დამატება ნახოთ როგორც ხედავთ მასალის სახელი გვერდები და სურათის ესე ყველაფერი გაკეთებული არის ეხლა ნახოთ ესე იგი აი ყველაფერი როგორც ხედავთ გაკეთებული არის ესე არის ჩვენი ძველი დიზაინი Philips ამით ეს ვიდეო კურსი დასრულებულია თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ შემოგზაინდეთ საიტზე და დაწერეთ თხოვნებში გმადლობთ ყურადღებისათვის